პასტა. ეს არის საჭმელი, რომელიც ყველას გვიყვარს და შეგიძლია მოამზადოთ ძალიან ბევრნაირად. თანაც დღეს გვექნება 3 სახის პასტა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანის გემოვნებაში ჯდება. პირველ რიგში მოვამზადებ სპაგეტის ჩვენ ჯერ მოვხარშავთ და მერე კიდევ გამოვაცხოთ. იქნება ხორცის ბურთულებით. დავიწყოთ ჩვენ უკრაგის კეთება. პირველ რიგში რაც არის საჭირო, უნდა მოვამზადოთ ხორცის ბურთულები, იმიტომ უნდა შეიცვას და შემდეგ უნდა გამოწვეს სპაგეტისთან ერთად. აქ მაქვს მე საქონლის ხორცი და ღორის ხორცი, ანუ შერეული, რასაც ჩვენ ვეძახით, ხო? იტალიური სამზარეულო ძალიან ისეთია მარტივი სამზარეულო შეიძლება ითქვას და იმით არის მდიდარი, რომ ძალიან ბევრი გემოები აქვს, რა. ჭირდება 2 ნიორი დაახლოებით 9 კილო შერეულ ხორცზე. რაც თავარია, ყველა კმაყოფილი რჩება, იმიტომ რომ იტალიურ სამზარეულოშიც არის დიდი პორციები, რაც ჩვენ, ანუ ქართველებს ძალიან გვიყვარს და ძალიან მნიშვნელოვანია. კი, თავის მომზადების წესიც აქვს. ახლა ამას რო შევწვავ, თითქმის ბოლოში უკვე გავუკეთებ ტომატის წვენს. ხო. ანუ უფრო გემრიელი, უფრო დატკბება, ასე ვთქვათ. და ნუ გამოცხობისას კიდევ მთელს ცხიმებს გამოუშვებს და ამ სპაგეტში ჩაჯდება. ერთი საშუალო ზომის ხახვი წვრილად დაჭრილი. მოვათავსებ ხორცთან და ნიორთან უკვე. შაშკლავი. ძალიან არ მინდა დავტვირთო გემოებით. ხო, соусიც ექნება ამ პასტას, ამიტომაც შეგვიძლია მარილი. ცოტა ზეთი. ზეითუნის ზეთი და კარგად ამოურა. კარგი, მეც მაშინ პარალელურად უკვე დავიწყებ соуსის მომზადებას. ეს იქნება პომიდრის соуსი. პრინციპში კლასიკური რეცეპტია. უბრალოდ დავუმატებ სულ ცოტა მუსკატის კაკალსაც, რომ უფრო მძაფრი გემოქონდეს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვიწყებ ხახვის დაჭრით და მოთუშვით. ავანთოთ ცეცხლი, ჯერჯერობით დაბალ ცეცხლზე, რომ გახურდეს ჭურჭელი. ერთი მთლიანი თეთრი ხახვი გავჭრათ. ამასობაში მე უკვე ცეცხლს ავანთებ და ტაფას გავაცხელებ. ისევ ზეითუნის ზეთი. ბევრი არ უნდა, დაახლოებით 40 მილილიტრი. აი ასეთი დაახლოებით 40 გრამიან ბურთულებს გავაკეთებ. ცოტა სქელი მინდა რომ იყოს, ზემოდან დავბრაწავ. იტალიური სამზარეულო, როგორც ესე, აი ფრანგული სამზარეულო ყველაფერს იყენებენ აბსოლუტურად. ეხლა აი ამ ცხიმს მე გამოვიყენებ მერე უკვე სპაგეტისთვის. პრინციპში დიდი ზომის იყო ეს ხახვი, ანუ ნახევარი ხახვი საკმარისი იქნება ამ რაოდენობისთვის соуსის. გახურებული არის უკვე ქვაბი, ზეითუნის ზეთი აუცილებლად. იტალიურ სამზარეულოსთან როცა გვაქვს შეხება, აუცილებლად ზეითუნის ზეთზე უნდა მოვამზადოთ საჭმელი, სასურველია. გადავიტანოთ გახურებულ ქვაბში ნახევარი თავი დაჭრილი ხახვი. ასევე დავჭრათ წვრილად 2 კბილი ნიორი. ტაფა უკვე ცხელია, შემიძლია დავიწყო ბურთულების შეწვა. აუცილებლად ცხელი ზეთი უნდა იყოს. უკვე კაი არომატი აქვს. აი ხა ამას მოვათავსებ და სპაგეტის მოხარშვასაც დავიწყებ. აუცილებლად ბევრი მარილი უნდა იყოს, როდესაც ხარშავ სპაგეტის. პირველად როდესაც ნახე როგორ ამზადებენ იტალიელები, წყალში ყრიან ხოლმე ძალიან ბევრ მარილს და ვიფიქრე რომ მეთქი ზედმეტი ხომ არ არის ხო, მაგრამ მithეს რომ ესეთი წესია ყოველთვის ძალიან მარილიანი უნდა იყოს თვითონ წყალი, რადგან იტანს თვითონ პასტა. შეგვიძლია უკვე მოვხარშოთ სპაგეტი, აქ არის დაახლოებით 500 გრამი, ჩვენ მაგდენი არ გვჭირდება, ავიღოთ 300. ხო? ანუ ნახევარზე ოდნავ მეტი შეფუთვის. ხორციც კარგად იბრაწება, соусიც მზად იქნება. 2 წუთში უკვე დავასრულებ. უნდა დავუმატო ახლა ტომატ პასტა 1 სუფრის ყოლში. დავუმატოთ ხილის პომიდორი დაახლოებით 120 მილილიტრი და დავუმატოთ პომიდრის წვენი დაახლოებით 400 მილილიტრი. დავჭყლიტოთ ახლა ეს ხილის პომიდორიც.
გემოები კარგად გაუჭდება. Соус დავუმატებ მარილი. ცოტა ბლომად, ნახევარზე მეტი ჩაიწყობს მარილი. ცოტა ორეგანო. ნივრის ფხვნილი. დაახლოებით 2 გრამი და პაპრიკა ნახევარი არასავსე ჩაის კოლჭი. ამოურიოთ. და ჩავახეხოთ დაახლოებით 1 გრამი მუსკატის კაკალი. კლასიკურ რეცეპტებში ამატებენ ხოლმე მუსკატის კაკალს. საკმაოდ არომატულია და სიმძაფრეს აძლევს პომიდრის соуსი. ამასობაში ხორცის ბურთულები უკვე მზად არის, ეს არ მინდა რომ იყოს ბოლომდე შემწვარი, შიგნით უნდა იყოს ვარდისფერი. ეს ყველაფერი დასრულდება სპაგეტისთან, соуსთან, ყველი გვაქვს პარმეზანი და მოცარელა. соуსი უკვე მზად არის პრინციპში. გამორთულზე უკვე დავასხავთ ცოტა პომიდრის წვენს. соуსი გამორთოთ. რაც თავარია ძალიან კლასიკური გემოები და არომატები გვაქვს. კლასიკური იტალიური. სპაგეტიც მოიხარშა აშკარად. მოიხარშა. გამორთოთ, გადავწურავ. სიტყვას არ გავუკეთებ. ეგრევე ჩავყრი. აუკაია. соуსი იტალიაში სპაგეტის ხარშავენ ხოლმე ნახევრად, ანუ ბოლომდე მოხარშული არ არის, ამას ქვია al dente და ითვლება რომ გადახარშული სპაგეტი უკვე აღარ ვარგა. გემრიელად და ბოლომდე რომ შეიგრძნო ის იტალიური გემო соуსთან ერთად, დაახლოებით 2-3 წუთი რომ დააკლოთ ხარშვისას, მივიღებთ al dente-ს. და რატო? იმიტომ რომ როგორც კი გადმოდგა ცეცხლიდან ის აგრძელებს. აგრძელებს კი და შემდეგ უკვე ძალიან ზედმეტი მოზდის ხოლმე. ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი. ეს არის ყველი. აუცილებლად. ღუმელი უკვე გახურებულია დაახლოებით 190 გრადუსზე. დასჭირდება ალბათ გამოცხობა სულ 15 წუთი. 50-60 გრამი პარმეზანი გავუკეთე და მაგდენივე მოცარელას ყველი. დავეთ. გაცხობთ. ყველი. არომატი არის სარევი. შვენიერი პორცია. ხა ბურთულებიც. ნამდვილი იტალიური კერძი, ცოტა პარმეზანის ზემოდან. ცოტა შაშკლავი. ძალიან მომწონს. ახალი სუნი აქვს. კი. ჭამოთ ისე როგორც საჭიროა? დიდი. ყოვზით და ჩანგლით. ძალიან მაგარია. ზარმაზარი ლუკმა კი არა. ძალიან მარტივი კლასიკური იტალიური სპაგეტი ხორცის ბურთულებთან. ძალიან გემრიელი. მეორე კერძი, გამოვიყენებ ტალიატელის პასტას. ეს არის უფრო ბრტყელი და უფრო სქელი პასტა. ძალიან გემრიელია, სხვათა შორის სპაგეტს მირჩევნია. დავიწყებ უკვე ტალიატელის მოხარშვას. მარილი უკვე ჩაყრილია მდუღარე წყალში. 3 ცალი, ეს არის დაახლოებით 4 პორცია. ამას ბოლომდე არ დავახურებ. და ცოტა ჰაერმა იმოძრაოს. ეს კერძი იქნება ქათმით. ქათმის ფილე დაახლოებით აქ მაქვს მე 9 კილო, გავასუფთავებ. შევწვალ ნაღებით, სუნელებით, იტალიური სუნელებით და მაგამოსობაში ტალიატელიც მზად იქნება და ყველაფერს ერთმანეთში აურებ. კერძი არის ძალიან კლასიკური და ძალიან გემრიელია. პირველ რიგში ფილე ჰორიზონტალურად უნდა გავჭრათ. ზეთი ქათავს დავჭრი გრძელ ნაჭრებად. ორი ფილე საკმარისია. ეს კერძი თანაც იდეალურია იმისთვის, როდესაც არ ელოდები სტუმრებს, უცებ ბევრი სტუმარი გეწვევა, უცებ მოამზადებ, ყველას დაანაყრებ, რადგანაც სპაგეტი საკმაოდ ნოყიერი საჭმელია და ბედნიერი სახეები ექნება, ყველა კმაყოფილი იქნება, თან სწრაფად. ზეთიბე გამოვიყენე დაახლოებით 30 მილილიტრი.
და დავიწყებ უკვე ქათმის შეწვას. გავშალოთ ტაფაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეხლავე გავუკეთოთ იტალიური სუნელები. ზეცაც გაუჯდება გემო და რა თქმა უნდა ქათამს. ცოტა დაღირღილი წიწაკა, რა თქმა უნდა შაშკლავი, ცოტა როზმარინი, პაპრიკა და მუსკატის დაკალი. ძალიან უხდება. მე ამასობაში სანამ მოიბრაწება ხორცი, ბროკოლს კარგად, მხოლოდ ამ რბილ ნაწილს ჩამოვაჭრებ. დაახლოებით 100 გრამი საკმარისი იქნება. მხოლოდ ბოლოები შემოვაჭრათ ბროკოლს. სანამ თამთა ბროკოლში 2 ხალხს დავჭრი გძლად. ეს რბილი ბროკოლი უფრო მარტივად გაიხსნება თვითონ სოუსში. არ დასჭირდება თან ბევრი დრო იმისთვის, რომ მომზადდეს, რადგანაც ღერო, ეს უხეში ღერო არ ექნება. 2 წუთში უკვე იქნება მზად, გემოთი ძალიან მოუხდება და რაც თავარია, ამ მწვანე ფერით უფრო გახალისდება კერძი. ხავს უკვე მოვაყრი. გადმოვიტანოთ ჯამში. მიორს ჩავახეხავ. დავჭრი ასევე 1 ცალ ყაბაკს. მხოლოდ გულის გარეშე. აი ამ ხელ ნაწილს ჩამოვაჭრით. ბოლომდე არ უნდა იყოს მოხარშული, ანუ ალდენტე უნდა იყოს. კი. შვენიერი ძალიან მალე იქნება უკვე მზად. ჩვენც აი მალე დავასრულებთ. ცეცხლს დავუწევ ცოტათი. დაველოდები ბროკოლს და ყაბაკს. სერად დავჭრი ყაბაკს, თანაც უფრო სწრაფადაც მომზადდება. ბროკოლი, ყაბაკი ჩავყაროთ აი ამ ქათამთან ერთად. ცეცხლს ავუწევ, კარგად გავშლი. დავბრაწავ 2 წუთის განმავლობაში და მე დავუმატებ ნაღებს. ამასობაში ტალიატელიც მე მგონი მზად იქნება. კი, მე მგონი უკვე მოიხსნა. დროა ნაღები გავუკეთო დაახლოებით 150 მილილიტრი. რა მაგარია, რა ლამაზი ფერებია. გადავწურავ ტალიატელის. აქვე ტალიატელის გავუკეთებ. ძალიან ბედნიერი ვარ. ამას აკლია ერთი ინგრედიენტი მარტო. ეს არის ყველი. პარმეზანი. პარმეზანი, რა თქმა უნდა. კარგად ჩავახეხავ ისე. 2 წუთი სჭირდება რომ უბრალოდ ყველიც კარგად დადნეს. ტალიატელი მზად არის, შეგვიძლია გამოვთოთ. ყველი ჩაადნა. ძალიან არომატული პასტა გვაქვს. ცოტა პაპრიკა ზემოდან. კიდევ ერთი კლასიკური ტალიატელი. მზად არის ბროკოლთან, ქათამთან, ყაბაკი და ბევრი არომატით. გავსინჯოთ. გავსინჯოთ ხო. კომბინაცია ბოსტნეულის, ყველის, ტალიატელის არის გენიალური. ძალიან გემრიელია და მართლაც არომატული გამოვიდა და ძალიან განსხვავებული გემოები აქვს. უგემრიელესია. კიდევ კაი იტალიაში არ დავიბარეთ თუ 200 კილოებით. მეც. ჩვენ გქონდა პასტა ხორცით, მოამზადეთ ტალიატელე ქათმით და ეხლა ვამზადებთ ისპანახის ტალიატელეთი ზღვის პროდუქტებს. ორაგული, თალაპიას სტეიკი და რა თქმა უნდა კრევეტები. მაგრამ უპირველეს ყოვლისა მაინც ტალიატელის მოხარშვით დავიწყოთ. ეს ისპანახის ტალიატელია, მწვანე, ყვავში უკვე ბევრი მარილია ჩაყრილი. ცოტა შორის დაახლოებით 40 გრამი მაინც არის აქ. წყალი ძალიან მარილიანია. ჩავყაროთ პასტა. ბოლომდე არ დავახუროთ, ჰაერმა მაინც რო იმოძრაოს და დავიწყებ თევზის დამუშავებას. მაგ ორაგული, აქ არის ერთი სტეიკი, დაახლოებით 200 გრამი. 200 გრამი იქნება, კი. თან შერა სოუსს ამზადებ, ამას რაღაც განსაკუთრებული სოუსი. ესე იგი, ეს იქნება პომიდრის და ნაღების სოუსი, მაგრამ დავუმატებთ ფორთოხლის ცედრას,
ცოტა მწვანე ხახვი და სულ ცოტა ოხრახუში. მე მგონი ძალიან გაახალისებს და გემოს უფრო დატვირთავს აი ეს ინგრედიენტები. მე ავანთებ ცეცხლს. დავჭრათ დაახლოებით 1/2 თავი ხახვის. არც კი საკმაოდ დიდი თავი იყო, დაახლოებით 3/4. დამჭირდება ასევე 2 კბილი ნიორი. ამასაც წვრილად დავჭრით. მე ამასობაში უკვე ორაგული გავასუფთავე. თალაპია მაქვს 1 ფილე. ეს არის დაახლოებით 120 გრამი და რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი კრევეტები. ძალიან უხდება ეს მიქსი, თევზი, კრევეტები და თანაც ტალიატელესთან ერთად, რომელსაც აი ეს ისპანახის სუნელები აქვს შერეული და უფრო დატვირთული და გემრიელი იქნება ჩვენი პასტა. ცოტა ზეითუნის ზეთი, გადავიტანოთ ხახვი და ნიორი. უნდა მოიშუშოს ახლა კარგად. ცოტა ხანში დავუმატებ პომიდორის წვენს, სულ ცოტა ტომატ პასტას და ჩერი პომიდორს რამოდენიმე ნაჭერს, ეს უკვე ბოლოს. კრევეტები თითქმის გავასუფთავე, სანამ ბოლომდე გავასუფთავებ ცეცხლს ავანთებ. კი. საშუალო სიმხურვალე, რა თქმა უნდა, ზეითუნის ზეთი დაახლოებით 20-25 მილილიტრი. ზეითუნის ზეთი ძალიან სასარგებლოა. სალათებშიც ძალიან კარგია. ტალიატელის ძალიან უხდება. იტალიური სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი არის ზეითუნის ზეთი. თუ არომატული და გემრიელი ზეთი გვაქვს, უმარტივესი კერძებიც კი ძალიან გემრიელი გამოდის. მოვათავსებ ორაგულს. სპეციალურად არ დავჭერით პატარა ზომებად თევზი, როდესაც შეჭამა ამ ტალიატელეს, გემრიელად შეყვეს თევზის და კრევეტის ნაჭრები. ტალიატელესაც შევამოწმებ, ისპანახის ტალიატელეს აქვს რაღაც ჩვეულებრივი ფერი, ამას სჭირდება კიდევ ერთი 2-3 წუთი. ამოდუღდება თუ არა წყალი, ეგრევე მზად იქნება. მარილიანი რადგან არის წყალი უფრო რთულად დუღდება, უფრო დიდი ხანი სჭირდება. ამასობაში აქ მე მარილს მოვაყრი. ცოტა როზმარინს, ცოტა შაშკლავს. კი, აუცილებლად. და ეხლა. და აი უკვე იტალიური არომატები დგება ოთახში. ეგრევე. აი უკვე მოიშუშა ხახვი. დავუმატოთ ახლა პომიდორის წვენი, დაახლოებით 250 მილილიტრი. წამოდუღდეს, ახლა დავუმატოთ ნივრის ხვნილი, დაახლოებით 1/2 ჩაის კოვზი, მარილი და ორეგანო. დავუმატოთ სულ ცოტა შავი ბალზამიკო. სქელი, ოღონდ გლასე, უფრო სიმკვეთრეს მიცემს თვითონ соуს. ბევრი არ სჭირდება იმისთვის, რომ არ გადავაჭარბოთ გემოთი. ნაღებს როდის უშვებთ? სულ ბოლოს დავუმატებთ უკვე ნაღებს. ეხლა დამჭირდება ცედრა ფორთოხლის. და ნაღები, დაახლოებით 150 მილილიტრი. დავუმატოთ ახლა სულ ცოტა ტომატ პასტა, რომ უფრო მუქი გახდეს, ოდნავ გამუქდეს თვითონ соуსი. გემოც რა თქმა უნდა შეეცვლება. 1 ჩაის კოვზი, ტომატ პასტა და 1 წუთში უკვე მზად იქნება. ამ 1 წუთში მე მოვასწრებ ისპანახის ტალიატელის გადაწურვას. ტალიატელის კახაში მოვათავსებ. და მოვასხათ соуს. და ბოლოს სანამ კარგი არომატია. ო რა მაგარია და ფორთოხალი როგორ უხდება ტომატის და ნაღების საწებელს. და სულ ბოლოს დამჭირდება 3-4 ცალი ჩერი პომიდორი, რომელიც პირდაპირ შუაში უნდა გადავჭრათ. ასევე დაგჭირდება მწვანე ხახვი. დაახლოებით კონის მეოთხედი, ხოლო მწვანე ძირები. მწვანე ხახვი ძალიან უხდება თევზეულს და სულ ცოტა ოხრახუში. ესეც დაახლოებით კონის მეოთხედი. შვენიერი. შემიძლია უკვე გამოვთო.
ვასერვირებთ. რა ლამაზია. კარგი. ერთი სულივად როდის გავსი? მეც. კრევეტით ვიწყებ მე. თალაფია. როგორია? პომიდორის და ნაღების კომბინაცია პორტოხელთან ერთად ძალიან გემრიელია. ციტრუსი მით უმეტეს თევზს ისედაც ძალიან უხდება და აი ამ კომბინაციაში მივიღეთ უგემრიელესი პასტა. იტალიური თევზის პასტა. ისპანახის ტალიატელე. დღეს ვქონდა მოკლედ იდეალური იტალიური საღამო. ვქონდა ხორცის პასტა, ქათმით პასტა და უგემრიელესი ზღვის პროდუქტებით და არომატებით სავსე პასტა. ძალიან კაია. იტალიური სამზარეულო ძალიან გემრიელია. So my name is Chef Alex Gonzalez. საყვარელი ინგრედიენტი. I love to cook with soya sauce. მიყვარს soya sauce-ით მზადება. I like it. რომ არ ყოფილიყავი მზარეული იქნებოდი? ეს სწორედ საჩემო შეკითხვაა, რომ არა შეფი ვიქნებოდი ეგთანი. აუცილებლად დავუკავშირებდით ჩემს თავს მედიცინას. რომელი ქვეყნის სამზარეულო გიყვარს? იაპონური სამზარეულო, ერთმნიშვნელოვნად. საყვარელი ქართული კერძი. Tinkali. I love it. ვინ არის შენი მთავარი შემფასებელი? Here in my job professionally. ჩემი მთავარი შემფასებელი არის ჩემი შეფი ნიკოლა და მე თვითონ. Myself? რას ნიშნავს შენი გუნდი შენთვის? სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი გუნდი ჩემი საძირკველია. ძლიერი გუნდის გარეშე სამზარეულო ვერ იმუშავებს. რას გამოყავხარ წყობილებიდან სამზარეულოში? I getting angry. ბრაზდები, როდესაც აღმოვაჩენ, რომ არასწორად გამიგეს და ამან პრობლემა გამოიწვია. კომუნიკაცია ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. მუსიკის როლი მზადების პროცესში. მუსიკას მუდმივად ვისმენ. ვარჩევ ხასიათის მიხედვით. ძალიან დიდი ადგილი უჭირავს მუსიკას ჩემს ცხოვრებასა და საქმიანობაში. საუკეთესო რჩევა. Alright. სადაც არ უნდა წახვიდე და როგორი წარმატებულიც არ უნდა იყო, არასოდეს დაივიწყო საიდან მოდიხარ. ეს სიტყვები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანმა შეფმა მითხრა კარიერის დასაწყისში და მუდამ მახსოვს. ბოლო დღე რომ იყოს დედამიწაზე, რომელ ქალაქში ისადილებდი? ფლორიდაში, მაიამიში ვისადილებდი. მიყვარს ეს ადგილი, უამრავი კარგი რესტორანია. დროის ფასი სამზარეულოში. სამზარეულოში დრო არ უნდა დაკარგო, რადგან ყოველ წუთს გაქვს რაღაც ახლის სწავლის შანსი. თავარი სირთულე. სიძნელე იმაშია, რომ მუდამ საზღვარგარეთ ვარ და შეხება მაქვს განსხვავებული კულტურის ხალხთან. ყველანაირ გარემოს და ხალხს უნდა მოვედო. რაში გამოიხატება კრეატიულობა სამზარეულოში? კრეატიულობა იმაში გამოიხატება, რომ ყოველ ჯერზე ამა თუ იმ კერძით რაღაც ახალი, უფრო მეტი, განსხვავებული და ექსკლუზიური უნდა შესთავაზოს სტუმარს. კერძი რომ გემრიელი გამოვიდეს? უნდა მოამზადოს სიყვარულით. სათუთად უნდა მოექცეთ თითოეულ ინგრედიენტს. ეს არის მთავარი რეცეპტი. რომელი ინგრედიენტი იქნებოდი? ავირჩევ ზაფრანას. ეგზოტიკური და განსაკუთრებული აზიური სანელებელია. კერძი რომლის ჭამის ხასიათზე სულ ხარ? ბრინჯი რა თქმა უნდა. სამზარეულო არის სამზარეულო არის ძალიან მრავალფეროვანი და ფერადი სამყარო. ჩემი ცხოვრება, რომელშიც თავს ძალიან ძლიერ ადამიანად ვგრძნობ. ბავშვობაში ვოცნებობდი? ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა მფრინავი ყოფილიყავი. როდესაც ჩემი პატარა თვითმფრინავით თამაშობდი, წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ დადგებოდა დრო და მე გავფრინდებოდი. მაგრამ როგორც ხედავთ, აქ ვარ სამზარეულოში და არა თვითმფრინავის ბორტზე. მენატრება? მენატრება ჩემი ოჯახი და ჩემი მშვენიერი გოგონა. დაახასიათე ცხოვრება როგორც შეფმა. ცხოვრება არის ენთუზიაზმი. So this is prawn with a red curry sauce, fried rice. მე მოგიმზადეთ ბროსი წითელი ქარის соусით და ანანასის არომატით. ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მთავარია ჩემი კერძებით ადამიანებმა ისიამოვნონ.
with the red curry prawn. გამრიალეთ მიერთვით.